პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმება წარმოადგენს საუდის არაბეთის მცდელობას მოიპოვოს სტრატეგიული ავტონომია. ისრაელსა და ჰამას შორის ომმა თითქოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში არის ისრაელი, მისი უსაფრთხოება და შეიარაღება. თუმცა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისათვის უფრო მასშტაბური მიზნები ჰქონდა. მას უნდოდა შეერთებული შტატებისაგან ოფიციალური უსაფრთხოების გარანტიები დოკუმენტის სახით, ამერიკული მაღალი კლასის სამხედრო ტექნიკის, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიღება და ამერიკის ღია მხარდაჭერა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისათვის. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში 2024 წლის მაისში ბაიდენის უსაფრთხოების მრჩეველი საუდის პრინც მუჰამედ ბინ სალმან შეხვდა. სადაც მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმების ნახევრად საბოლოო ვერსია, რომლის სანაცვლოდაც საუდის არაბეთი ისრაელთან დაიწყებდა ურთიერთობების ნორმალიზებას. ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე ეს დინამიკა შეიცვალა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ამერიკა მას 152 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს მიყიდდა, თუმცა უცნობია ჩამონათვალში იყო თუ არა F-35 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ისრაელს აქვს ახლო აღმოსავლეთში. ტრამპმა ასევე სიტყვიერად მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის სურვილს, აწარმოოს ატომური ენერგია სამოქალაქო გამოყენებისათვის. ეს ნავთობით მდიდარი ქვეყანა მიზნად ისახავს 2022 წლისათვის მეტი ელექტროენერგიის წარმოებას გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით. როცა ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია 2025 წლის მაისში, ვიცით რომ ვიზიტისას საუდის არაბეთის ატომური ენერგიის წარმოების შესაძლებლობაც განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. როგორც ხედავთ, გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, თუმცა საუდის არაბეთმა ვერ მოახერხა ვერც ერთი მთავარი მიზნის მიღწევა ოფიციალური გარანტიების დონეზე. ეს კი იმ ფონზე, როცა ისრაელმა კატარში, სადაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამიტომ საუდის არაბეთმა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა თავისი უსაფრთხოების გასამყარებლად და ხელშეკრულება ბირთვულ პაკისტანთან გააფორმა. მაგრამ რატომ მაინც და მაინც პაკისტანი?